ესეც უკვე მე-13 გაკვეთილი და ამ გაკვეთილში ძირითადად ნიუსებს გავავლით, ბევრი ისეთი არაფერი არ არის გასავლელი, მაგრამ რაც არის მნიშვნელოვანი რაღაცეები არის ნიუსებთან დაკავშირებით და მოდი პირდაპირ დავიწყოთ და გავიაროთ ძირითადები რა არის. მარტივი რაღაცეები რომ გავიაროთ. ნიუსებზე ძირითადად ესენი არის არცის სამეების ჩამოთვლა. ამ დროს ტექნიკური ლოგიკა აღარ არის უკვე და ანუ არცის სამეების ჩამოთვლა ძირითადად არც ნახულობ და არაფერ შუაშიც არ არის. ძირითადად ნიუსები ძალიან დიდ გავლენას არ ახდენს ტრეიდინგზე. რა თქმა უნდა ახდენს გავლენას, იტყვი რომ ახდენს გავლენას, მაგრამ არ არის საჭირო ნიუსების გახსნა, რაღაცების კითხვა და ამით ტრეიდინგის, ანუ სიტყვაზე რამე კონკრეტული ნიუსი წაიკითხო და ამით შენ ტრეიდინგი წარმართო, ეგრე არ არის. გააჩნია რა ტრეიდინგის სტილი გაქვს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეგრე არ არის. ძირითადად არის forex ფაქტორზე ვნახულობ ნიუსებს და ძალიან მარტივი რაღაცა არის. ყვითელი არის რომ საშუალო იმპაქტი, აი ეს ნაცრისფერი არის სუსტი იმპაქტი, წითელი არის ძლიერი იმპაქტი. როცა ძლიერი არის ყოველთვის ხსნით ტრეიდებს სწორედ მაგ პერიოდში, ნიუსები მაგალითად გამოდის 5 საათზე, ხო? 15 მომდევნო 15 წუთის განმავლობაში ნიუსებს არ ხსნით და ეგ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ მომდევნო 15 წუთის განმავლობაში ველოდებით, რომ ბაზარმა გააკეთოს ლიკვიდირება და ასე შემდეგ. თუ მაგალითად ნიუსი გამოდის და შემდეგ შეიძლება ნიუსი არც იყოს გამოსული აი ესეთი ძლიერი და ყვითელ ნიუსებზე, მსგავს ნიუსებზე ვითრეიდოთ, ან შეიძლება ნიუსი საერთოდ არ იყოს გამოსული და ვითრეიდოთ. მე იმ ლოგიკას არ მიყვები, რომ მაინც ნიუსი უნდა იყოს, რომ ტრეიდი გახსნა, მაგრამ ძირითადად რა არის, რომ თუ სიტყვაზე ნიუსი გამოდის 5:30-ზე, ჯერ პირველ რიგშიც უნდა გააკეთო ის არის, რომ demand-ის და supply-ის არიდო რა სიტყვაზე თუ დაღმავალში მოდიხარ და როგორც კი ნიუსი გაიხსნება, მაშინვე არ გახსნა ტრეიდი, არამედ დაელოდო, რომ რაიმეს liquidity sweep-ი გააკეთოს და liquidity sweep-ს რო გააკეთებს, მერე demand-ით შეახსოვს, liquidity sweep-ის შემდეგ შეახსოვს demand-ი და აღმავალ time frame-ზე რა თქმა უნდა დადასტურება ქონდეს და ძირითადად ნიუსების ის ეგ არის, რომ როგორც კი ნიუსი გამოვა, მაშინვე არის ტრეიდო. ნუ იშვიათ შემთხვევებში, რომ ნათელია ხოლმე უკვე liquidity-ს გაკეთებულია ხოლმე ყველაფერი და შეიძლება იტრეიდო, მაგრამ ძალიან დიდ როლს ნუ მისცემ ნიუსებს. აბა კიდე რა გვიწერია ვნახოთ. ნიუსებამდე ახსნით ახალ ტრეიდებს, ახსნით, მაგრამ შეიძლება ნიუსებამდე ტრეიდის გახსნა თუ კარგი საწერ მოხსნა, მაგრამ ნიუსების შემდეგ ყველაზე სუფთა და კარგი არის ხოლმე, მაგრამ დიდი იმპულსიც არის და დიდი რისკიც არის ხოლმე ტრეიდ შესვლა. დინა სტრუქტურას არ ვენდობით და supply-ს და ველოდებით ბაზრის დამშვიდებას, ხო? რა თქმა უნდა, ველოდებით რომ liquidity გააკეთოს, demand-ი გააკეთოს და აი ეს ძლიერი მოძრაობა ცოტათი მაინც შეწყდეს რაც იყო. ესეც არის, მაგრამ ძალიან დიდ მნიშვნელობას ნიუსებს ძირითადად ვერ მივანიჭებდი ბევრი მიზეზის გამო, ასე რომ დიდი გაკვეთილი არ იქნება პატარა, იმიტომ რომ ბევრი არც არაფერია ამ ნიუსებთან დაკავშირებით სათქმელი და არ ვიცი, მაგალითად euro USD-ის ნიუსი გამოვიდა 11 საათზე და ვნახოთ რა მოხდა. გამოვიდა აქ ნიუსი და აი ესეთი ძლიერი ჩამოსვლა ჰქონდა, მაგალითად დანარჩენი სამთლები ნახე რაღაც სუსტია და როგორც კი აქ ნიუსი გამოვიდა, მაშინვე ესეთი რაღაც გააკეთა. ეხლა კიდე 2 წუთში, არა 1 წუთში უფრო სწორად euro USD-ის ნიუსი გამოვა და მოდი 20 წამი დარჩა და მოდი დავალოდოთ რა იმპაქტი ექნება euro USD-ზე გამოსულ ნიუსს. ან შეიძლება არ წავალოთ, მოდი მარტივად ვნახოთ. არა, კაი, დიდი ხანი დასჭირდება ახლა ამა რომ რაიმე იმპაქტი გააკეთოს, აი გამოვიდა ნიუსი და პირველივეზე ამხელა საერთოდ გააკეთა. ანუ ძირითადად იყო გაიგეთ, რომ ამხელა დიდ მოძრაობას აკეთებს ნიუსების დროს და liquidity-ს აკეთებს და ასე შემდეგ. ასე რომ ნიუსების დროს ტრეიდს მოვედიდოთ და ნიუსები როცა გამოვა, დავალოდოთ მინიმუმ 15 წუთი, რომ ლიკვიდობა და რაღაცები გააკეთოს და მერე გავხსნათ ტრეიდები. ნიუსებში ბევრი სხვა არც არაფერია სათქმელი და მნიშვნელოვანი რაც იყო ესენი იყო. მაგრამ ნუ დიდ იმედებს უნდა ამყარეთ ნიუსებზე და ძალიან ვენდობით. იმიტომ რომ ეგ შეიძლება პირიქით მანიპულაცია არის მაგ მიმართულებით.